მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი დარასილია და მინდა მოვიკითხო აუცილებლად ყველა ის ადამიანი, ვინც განსასაზღვრში ინახავთ, ვენერა და სიხარულით და გისურვოთ და დღეს ჩემთვის არის რაღაცნაირად ლამაზი და თან რთული ეთერიც არის, იმიტომ რომ ამ ადამიანს ეხა წარსულში ვერასდროს ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მამათა იმროზე არის ყოველთვის მომავალი. და აუცილებლად ყოველთვის ესე იყო, ესე იცხოვრა ამ ადამიანმა და ესე ცხოვრობს რა დღეს სადაც არის იქიდანაც და დღეს ყავს მამათა იმურაზის მეგობრები და ძალიან მოკლედ სტარტის დაწყება ცოტა ძნელია აი ამ თემასთან დაკავშირებით და ამიტომ გადავალ ჯაბასთან კითხვით. დიდი მადლობა მამო ჯაბა რომ მობზანდი. მადლობა გიორგი. პირველად აი რომ ერის ხალხი არიან ჩემთან სტუმრად, იმიტომ რომ აი მართლა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ადამიანი და მისი ირგული ყველა მყოფი რომ დიდი მადლობა რომ მობზანდი ჯაბა და თენგო ორივეს ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ თქვენ დაიწყოთ თუ შეგიძლიათ თუ რამენაირად დამეხმაროთ მართლა ეს პირველი გადაცემა მე მგონი რომ დახმარება მჭირდება იმიტომ რომ მამაოზე საუბარი ძალიან რთულია ჩემთვის თან აი ესეთ კონტექსტში. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის უღრმესი მოგესალმებით ძირფოსო მაყურებლებ. ხო, ჩვენთვისაც არ ვართ მიჩვეული ამ ფორმატში არც საუბარს და განსაკუთრებით როცა ასეთი ძიმე თემის გარშემო გვიწევს ახლა ჯერჯერობით ახალ მომხდარია ეს ამბავი ძალიან და ძალიან ცხელია ჩვენთვისაც რა და გვიჭირს, მაგრამ თან ყველა მისი ახლობელი ადამიანი და არა მარტო ისეთები, ვინც ახლოს ვიყავით, უცხოებიც რაღაცნაირად ვგრძნობთ, რომ თითქოს ის ჯერ შორს არსად არ წასულა და ისევ ჩვენთან ერთად არის და გვავსებს და რაღაცნაირად გვერდში გვიდგას და გვაძლიერებს. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში ღმერთის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, თან ვიცნობდი ბავშვობიდან, ძალიან ღრმა ბავშვობიდან, სადღაც 4-5 წლისები ვიყავით, მე და მამაო გვერდ-გვერდ ვცხოვრობდით და ერთად ვიზრდებოდით, ასე რომ ვთქვათ. მით უმეტეს თბილისში, მაშინ ეს იტალიურ ეზოში ცხოვრება ნიშნავდა რაღაც ერთ დიდ ოჯახად ცხოვრებას და ასე გაზრდას. ერთი ინტერესები გქონდა მთელი ბავშვობა, ერთი ერთი გზა მივდიოდით ერთი სკოლა ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი და ხო ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ მე უფლის რომ მქონდა ამის ბედნიერება რომ მასთან მქონოდა ურთიერთობა. რაც შეეხება უკვე მამაოს ეხა ისე მოიხსენებ მამაოთ მოიხსენებ ჩვენთვის ბავშვობაში ეხა ძმაკაცი იყო პირველ რიგში და თემო იყო თუმცა აი სულ მოწოდებით აი განსხვავებული იყო ყოველთვის მთელი ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი იყო ყველასგან გამოარჩევდი თავისი ქცევებით თავისი სურვილებით და ყველაფრით გამორჩეული იყო როგორც კი მღვდლა დიაკვნად პირველად როცა აკურთხეს აი იმ დღის მერე მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება ძმაკაცობდით და თემოთ მოიხსენიებდი პირველივე წუთიდან გახდა მამაო აი თითქოს განწყობილი ვიყავით რომ ეს ადამიანი მღვდელი იყო და შეეძლო ყველასთვის რომ რაღაც დამოძღვრა ქონოდა ყველასი და სწავლით აი ყოველდღიურ რეჟიმში შეგვეძლო რომ რაღაც გვესწავლა. ყველასთან ბევრჯერ მithქვავს აქამდეც და ეხლაც სულ ვიმეორებ რა რომ ყველასთან შეეძლო რომ ყოფილიყო აი დიდთან დიდი პატარასთან პატარა ბავშვთან ბავშვი მოხუცთან მოხუცი აი ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა ოღონდ ეს არ იყო რაღაც ხელოვნური რა იმდენად შედიოდა იმ ადამიანთან ანუ ხდებოდა ზუსტად ისეთი ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა და შესაბამისად უმარტივდებოდა ყველასთან საერთო ენის გამონახვა. ხო, ეკლესიაში წახოწერენ ამბობდი რომ პირველად ეკლესიაში ჩვენ ფეხბურთს თამაშობდით ბავშვობაში. უყვარდა ძალიან. კი, ორივეს ბავშვობაში ვოცნებობდით რაღაც ფეხბურთელები გამხდარიყავით. თუმცა არც დიდასაკში 12-13 წლისები ვიყავით. მაშინ ბიძა ჩემი ჯვრის მონასტერში მცხეთაში მსახურობდა და წინამძღვარმა დაგვირეკა რომ აი თუ შეგიძლიათო ბიჭებიო რომ მოგროვდეთო რაღაც დახმარება სჭირდებოდათ კი და ნუ წავედით. მაშინ არც ერთმა არ ვიცოდით არც ეკლესია რა იყო არც რაღაც ღმერთი ვიცოდით, ოღონდ ვიცოდით აი როგორც ყველა პატარა ბავშვმა უბრალოდ რომ მოგდათლეს და ეკლესიასთან რომ გავივლიდით, ბიჯვარი უნდა გადაგვეწე. ხო, რო წავედით მონასტერში, საკმაოდ რთული ტიპი კონი იყო მაშინ. ჯვრის მონასტერზე, რაც
დღეში რამდენჯერმე ლოცვა, ტრაპეზი ორჯერ დღეში და რთული იყო ჩვენთვის რა ყველასთვის დანარჩენისთვის და ზუსტად მესამე ან მეოთხე დღე იყო გამოვიპარე მე. მონასტრიდან და მამაო დარჩა. დარჩა ერთი თვით თან მაშინ მე აღდგომის მარხვა იწყებოდა და დარჩა მე დაიწყო იქ მედავითნეობა შემდეგ უკვე სემინარიაში სწავლა ეს უკვე დროსთან ერთად თუმცა აი 12 წელი ამას აქში რომ ესე შემთხვევით ასულები რომ შემორჩა იმის მერე უკვე აღარ გამოსულა ეკლესიიდან ასე რომ თქვა და შეიძლება ითქვას რომ იქ გაიზარდა მამაო რა ნახევრად უკვე ყველაფერი იქ ისწავლა და ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა იმ პიროვნებად, რაც შემდეგ იყო ყველასთვის ნამდვილად სამაგალითო. დიდი მადლობა და თენგოს აუცილებლად თენგოს მინდა ვკითხო რომ იმიტომ რომ აი ჯერ გული მწყდება რომ მამაოს ყავს ასეულობით მეგობარი და ძალიან ბევრი ადამიანი ვერ არის აქ სამწუხაროდ ჩემ და რაღაცა ეს სტუდიაც არ გვაძლევს მაგის საშუალებას და თან კიდე ესე ყველა ვერ მოვიყვანე მაგრამ აუცილებლად ვეცდები რომ მე შემდგომ აუცილებლად ფილმი გავაკეთო რაღაცა სადაც აუცილებლად მამაოს ყველა იმ ახლობელს ჩავწერ შევეცდები რომ მამაოზე ისაუბრონ და რაღაცა თითო ორი სიტყვა მაინც თქვან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ბოდიში ვხვდი აქედან აი ამის და გამო და თენგო არ შემილია შენთან არ გადმოვიდე აქტიური ადამიანი რომელიც აი მამაო არ გარდაცვლილა თქვენაერი მეგობრების ხელში მე ზუსტად ვიცი რომ სულ ყოველთვის აი იქ როგორ დატრიალებთ ხოლმე იქაურობას როგორ თქვენთვის წმინდა ის ადგილი და რამხელა რაღაცეებს აკეთებთ ხოლმე თუ შეიძლება აი რაღაცა იქ წიგნების გამოშვება მისი ლექსების კრებულის ასე შემდეგ ბევრი რამ გააკეთე ძალიან და დიდი მადლობა ამისაც სვათოშის გამორჩეული მეგობრები ყავდა მამაოს იმიტომ რომ თვითონ იყო ესეთი და ესეთები ხართ რა და დიდ მადლობას მოგახსენებ პირველ რიგში შენ და ყველა იმ ადამიანს ვინც იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და ვინც რუსკას ოჯახს მისიანებს უდგახართ ესეთ გვერდში რომ აი თითოეულ დღეს არ აგზნობინებთ რომ აი რას უყურებდი იცი იქ რომ გამოიხედებოდი აი იმას ელოდებოდით რომ მის ოჯახს აი რამე ხო არ გაახარებს აბა რა გავაკეთოთ იმისაც რომ ის დანაკლისი შეუსვოთ ის იმხელა ტკივილი რაც მამა თეიმურეს სახით ამ ოჯახს სამწუხაროდ აი ამხელა ტრაგედია დაატყდა თუ შეიძლება რომ აი რას აპირებთ სამომავლოდ როგორი იყო შენთვის მამა თეიმურაზი და რა შეიძლება რომ გაიხსენო კიდე აი ამ ორ სამ კითხვას კიდე კითხავთ აუცილებლად რა პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ გიორგი რომ მამაოს შესახებ გადაცემა გააკეთეთ ჩვენ რომ მოგვიწიეთ საუბრობთ რა თქმა უნდა თქვენეულია მამაოს შესახებ საუბარი მაგრამ გარკვეულწილად სიხარულიც ახლავს სიხარული იმის რომ აი როგორც ჯაბამ თქვა ჩვენ გქონდა ის ბედნიერება წილად ღმერთისგან ხვდა რომ ესე ახლოს ყოფილიყავით მამაოსთან ხშირ შემთხვევაში ყოველდღიური ურთიერთობა გქონოდა და მადლობელი ვარ მე პირადად ღმერთისთვის რომ ესეთი ადამიანი შემოხვედრა ჩემს ცხოვრებაში მამაო გავიცანე პირადად მე, როდესაც მე-10 კლასში ვიყავი ჩვენ სკოლაში გადმოვიდა ამ პერიოდში, თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადღება, გამორჩეული ადამიანი იყო ბავშვობიდანვე, თავისი გულწრფელობით, გულღიაობით, უბრალოებით და პატიოსნებით, სიწმინდით. აი სიცვისებები იყო, რომელიც მამას ბავშვობიდანვე ჰქონდა და გარკვეულწილად ამ ყველაფერმა ჩვენზე ზეგავლენა მოახდინა. მალევე დავმეგობრდით, გავაგრძელებთ ეს ურთიერთობა. მე მახსოვს ერთ ზაფხულს თელი ჩვენი სამეგობრო ერთად წავედით დასასვენებლად. ხო და მაშინ მამა სემინარის პირველი კურსის სტუდენტი იყო და ეს საეკლესიო თემებზე გვესაუბრებოდა. მაგ პერიოდში მე ჯერ ეკლესიაში მისული არ ვიყავი. ხო და იმ ზაფხულს რაღაცა ერთად ვამოვდით დილის საღამოს ლოცვებს, ჭამის წინ, ჭამის შემდეგ ლოცვებს და აი ამ საეკლესიო სივრცეში ტრიალებდით ესე რომ ვთქვათ. შემდეგ როცა უკვე თბილისში დავრუნდით, ერთმა ჩვენმა ბავშვობის მეგობარმა მითხრა რომ მარიამის მარხვის დაწყებას აპირებდა და შემოთავაზა შენც ხომ არ დაიწყებო. და აი მამაოს ამ სიტყვებმა ამ ყველაფერმა აშკარად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს და მეც დავთანხმდი. შემდეგ გამიშთა დიდი სურვილი რომ აღსარება ჩამებარებინა იქ მოძღვარი მყოლოდა. მამამაც დიდი როლი ითამაშა, რომ სწორი გზა მიჩვენა, თვითონ ჯვრის მონასტერში დადიოდა, საკმაოდ ხშირად ფეხითაც უწევდა სიარულს და მე ესეთი მეგობრული რჩევა მითხრა, რომ აჯობებს, რომ სადმე ახლოს იარო ტაძარში, რომ შენთვისაც მარტივი იქნება და
გადავწყვიტე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მისვლა. იქ მე მამაქსიმე გავიცანე და ესე დაიწყო ჩემი სულიერი ცხოვრება. და მოგეხსენებათ ახლა დასაწყის ეტაპზე სულიერი ცხოვრების ბევრი კითხვა აქვს ზოგადად ადამიანს და ახლა მე და მამა ბავშვობის მეგობრები რო ვიყავით, რაც მოურიდებლად ვეკითხებოდი ყველაფერს ელემენტარს და თუნდაც არ იზარებდა. ანუ მამა ბავშვობიდან ესეთი ადამიანი იყო, რომელიც ღმერთზე ქადაგებდა ყველგან და ყოველთვის და ყველასთან. ის როდესაც სასულიერო პირი გახდა არა მხოლოდ მაშინ არ დაუწყია ქადაგება, ის თავისი ცხოვრებით ქადაგებდა პირველ რიგში. და აი ესეთი ახლო მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა და ის თითოეული დღე, წუთი მახსოვს, რაც მას უკავშირდება ის დიაკვნად კურთხევა, შემდგომ გლად კურთხევა, რაცა ბავშვის პირველი ბავშვი ეძენა, შემდგომ მეორე და მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი იცხოვრა, ძალიან ბევრი მოგონება დატოვა. მამა იყო ის სანთელი ალბათ, რომელმაც ბევრ ადამიანს გაუნათა ცხოვრების და გარდაცვალების შემდეგაც ბევრს გაუნათებს კიდე. იმიტომ რომ ესეთია ზოგადად ღმერთის ხალხის ცხოვრების გზა, რომ სამაგალითო კვალს ტოვებენ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ვიცი, მადლობელი ვარ ღმერთის და მამაოსი, რომ ყოველთვის გვერდში გვედგა ჩვენ პირადად მის მეგობრებს და თითოეულ ადამიანს ვისაც კი დახმარება ჭირდებოდა, მისთვის არ არსებობდა დრო, ეს დღე დილა იყო თუ საღამო, დაუღალავად შრომობდა, დაუღალავდა მსახურებდა და დაუღალავი მსახური იყო ღმერთის და მოყვასის. აი ესე ვიტყოდი მე. და გარდაცვალების შემდგომ სხვადასხვა ბევრმა მითხრა ძალიან ბევრ რაღაცაში დაეხმარა და რაღაც აი თუ გახსენდება ისეთი და აი რა შეიძლება შენ თვითონაც ალბათ პიროვნულად დაგხმარებია და რა შეიძლება რომ გაიხსენო და თუ შეიძლება კიდე შენი სულიერი განათლებაც გარდა ამისა და კითხვა იმასთან დაკავშირებით რომ როგორ შეიძლება რომ ჩვენ აი ესეთ გარდაცვლილ დანაკლისთან ვიურთიერთოთ აი მაგალითად როგორი ურთიერთობა გაგიგრძელდა შენ და აი მიუხედავად იმ ტკივილისა როგორ შეიძლება რომ ის ადამიანი კიდევ შენთან იყოს კი, ну, რაღაცებს გვიყვებიან. ძირითადად ყველასთან ერთი საკითხია, რომ ვისაც დახმარება ჭირდებოდა და უნუგეშო მდგომარეობაში იყო, იქიდან ანუგეშა. აი ეს იყო თითქმის ყველასთან ესეთი მომენტი, რომ აგზნობინა, რომ მე ისე უკვლავ თქვენთან ვარ. და სწორედ ესაა, რომ ის დანაკლისი, რაზეც საუბრობთ თქვენ, ჩვენ ქრისტიანებს რომ არ აღდგომის რწმენა, მაშინ ძალიან რთული იქნებოდა ამ ყველაფერთან შეგუება. ჩვენ ქრისტიანები ვართ გვჭირა მარადიული სიცოცხლის და გვწამს, რომ იმ ქვეყნად შევხვდებით ერთმანეთს და ეს გვაძლევს სწორედ იმ იმედს და ესაა ჩვენთვის ნუგეში, რომ ჩვენ მას კვლავ შევხვდებით და ამ ქვეყნად ჩვენ რაც შეგვიძლია ეს არის სულიერი კავშირი, ლოცვა პირველ რიგში და ლოცვითი კავშირი მამაოსთან და თითოეულ იმ ადამიანთან, ვინც გარდაცვლილია და ჩვენს გვერდში ხორციელად აღარ არიან. დიდი მადლობა და ჯაბა თუ დაამატებ რამეს, იმიტომ რომ ხო, მე ხენგოს რო უსმენდი მამაოს თქვენ მახსენდებოდა რა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვწამს და ალბათ ადამიანი ცხოველი უნდა იყოს მე ესე მგონია ვისაც არ ჯერავს ამის რომ მარადიული სამყოფელი ჩვენი შემდეგ იქ არის რა თქმა უნდა მიუხედავად ამისა ის ჩვენ ეს ტკივილს არ ამსუბუქებს აქაურს თვითონ მამაოსაც ბევრჯერ უთქვავს ჩემთვისაც რომ მიუხედავად იმისა რომ უფალმა იცოდა რომ ლაზარეს აღადგენდა ცრემლები დიდი რა როცა შეატყობინეს და ჩვენ გვტკივა აქ ძალიან გვტკივა და რთული არის ეს ჩვენთვის თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ის ჩვენ გვერდში არის და გრძნობ ამას ოღონდ რა აი როგორ აღხსნა თავიდან გარდაცვალებიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მესიზმრებოდა მე პირადად რა მიუხედავად იმისა რომ უცხო ადამიანებიც მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ რომ აი დამესიზმრა რამდენიმე იყო ერთ-ერთი ჩვენი ნაცნობი მაგალითად იყო ოპერაციის დროს პრობლემა შეექმნა მშობიარობის დროსთან ესეთი ამბავი იყო და გართულდა სიტუაცია და ქონდა რაღაც გამოცხადებასავით და ყველაფერი კარგად იქნებოდა მართლაც უცებ ყველაფერი დატრიალდა და შემოტრიალდა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამის თქმა მინდა რომ აი შეიძლება ესე ვერ ხედავდე, მაგრამ აი ძალიან ხშირად გძნობ. კი. აი წერან ახსენეთ რომ იქ ყველა ერთად მეგობრები აბსოლუტურად უყალანი ჩართული ვიყავით აი ეზოს
გაკეთება, საფლავის გაკეთება, რაც რაღაც აი თითქოს მის გარშემო როცა ვტრიალებდით, უფრო თან გვიმარტივდებოდა ეს ყველაფერი და აი ხო გქონდა კითხვები იქაც, რომ აი მაგალითად რაღაც რა ფერის რა შევარჩიოთ, ის როგორ გავაკეთოთ რაღაც კონკრეტულ საკითხზე როცა მსჯელობდით აბსოლუტურად ყველაფერზე ან ლექსს წავიკითხავდით მამაოსას, ან ქადაგებას ვნახავდით და პასუხები იყო ძალიან მარტივად რო ვთქვა, თუნდაც საფლავის ქვაზე საუბრობდით, როგორი გქონდა გაგვეკეთებინა და ერთ-ერთ ლექსში აქვს ნათქვამი, რომ ჩემ საფლავზე იქნება თეთრი ქვებიო და მართლა მაგიდან გამომდინარე გავაკეთე. თითქოს დაუშვეთ, აი ამოუწურავი იყო რა, აი ყველაფერზე შეეძლო რომ ქონოდა პასუხი წარსულშიც, აწმყოშიც და ეხლა უკვე ისე გამოვიდა რომ მომავალშიც ძალიან ბევრ კითხვაზე დაგვიტოვა წინასწარ პასუხი და რაც მთავარია დაგვიტოვა გვაჩვენა გზა, რომლისკენაც უნდა ვიაროთ და რომლისკენაც უნდა იაროს ყველა ადამიანმა ღვთის სიყვარულით. თუ შეიძლება ხე გული ალბათ აქ წდებათ ყოველას რაღაც მომენტები იქნება იმ ყველაფერზე, ხო? აი, მიუხედავად იმისა, რომ მამაოს გამორიცხული ადამიანი არ იარსებებდა, რომ მამაოს ან წენა ქონოდა მისი ან პირიქით, ხო? მაგრამ აი, რაზე გწდებათ, აი, ვიღაცა ადამიანს მინდა რომ კიდე უთხრათ ის, რომ აი, რაზე გწდებათ გული მამაოსთან დაკავშირებით, აი, რა ვერ მოასწარით სიტყვაზე, ან აი რო იყოს ისევ აქ რას ეტყოდით ან აი რას გაითვალისწინებით აი ხო აი რო აი ვიღაცა ამბობს მაგალითად უფრო ბეტ დროს გავატა აი მე მაგალითად რომ წოდნოდა დღე-დაღამე აქ მეждდებოდა გამორიცხული იყო რომ მამაოს ძალიან ბევრი გადაცემა მქონია მამაოსთან ერთად მაგრამ სულ მეუბნებოდა შეილაპარაკე რაღაცა სულ რაღაც სულ დაღლილი იყო სულ ხო იცი როგორ იყო და შეილაპარაკე მაგრამ აი რომ წოდნოდა საერთოდ ხმას არ ამოვიღებდი ნეტამას ელაპარაკა ხო და აი რა შეიძლება რომ მე შენთანაც გადმოვალ თენ გვამკითხვით რა აი რაზე დაგწყდება გული და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სიცოცხლეში რომ აი მე შეიძლება ის ადამიანი გარდაიცვალოს და რას ვინანებთ მე თუ შეიძლება აბა აი ამ წამსაც მოგეყოლდება ამას დიდ გარდაცვალების მომენტიდან ვფიქრობ ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება მე ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად ჩვენ ჩემი მოძღვარიც მამაო იყო პირველიც ბოლოც და ეკლერ ტაძარშიც შესაბამისად მამაოსთან დავდიოდი რა თქმა უნდა და როგორც გარდაიცვალა იმის მერე დავაფიქსირე რომ მიუხედავად იმისა რომ აი ეს ქადაგებები რომელსაც ეხლა ვიდეოებში ვნახულობ აი ეს ინტერვიუები რომლებსაც შენთან სხვა ტელევიზიებში აძლევ და აბსოლუტურად ყველა თუ ლაივში არა ისე მაინც მაქვს მოსმენილი და თურმე არასდროს არ ვფიქრობდი რეალურად რას ლაპარაკობ და გააზრების დონეზე აი ახლა ვხვდები რისი თქმა უნდა და ყველაზე მეტად მაგაზე მწყდება გული რომ აი მაშინ რატო არ შეხედი ხო ანუ ვისმენდი მაგრამ შესმენა არ მქონია უბრალოდ ყურს ესმოდა რა და აი ახლა ყველაზე მეტად მაგას ნანობ რომ მეტი კითხვა რომ დამესვა ალბათ მეტ პასუხს მივიღებდი იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი ეს გამორჩეული ნიჭი ქონდა მას ნამდვილად რა თითქოს ხედავდა ყველაფერს და თითქოს ყველაფერს ასწრებდა ისე აი ავადმყოფობის შემდეგაც ეხლა რომ ავიღოთ ჩვენ და გადავახვიოთ აი ეს ერთი წელი დაახლოებით გარდა ძიმეს ავადმყოფობა რომელიც შარშან გადაიტანა აი ერთი წლის განმავლობაში თითქოს აი ხაზგასმით და გააზრებულად მხოლოდ სიყვარულზე საუბრობდა მარტო სიყვარულზე საუბრობდა და ის რომ თავარი არის რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ სხვაზე ქადაგებებიც თითქმის ყველა სიყვარულზე აქვს მიმართვა აი აბსოლუტურად ყველაფერი და მე მჯერავს ყოველ შემთხვევაში რომ რა არის ეს თუ არა ის რომ თვითონ იცოდა რა საკეთებდა და რაღაცა ხდებოდა თითქოს რა უნდა დაეტოვებოდა თითქოს გვემშვიდობებოდა და ანდერც გვიტოვებდა რომ ის რაც დღეს მის საფლავის ქვაზე წერია რომ აი უნდა გვიყვარდეს უმიზესოთ ადამიანებს ერთმანეთი და დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხო ჩემთან თქო სხვათა შორის გადაცემაში ისეთი ბედნიერი ვარ რომ აი ეს ბოლო რაღაცნაირად ისეთი გადაცემა იყო წარმოგიდგენთ ისეთი სიტუაცია იყო რომ ვერ ახერხებდა გადაკეტილი იქით აქეთ ყველაფერი და მე ვთხარი გეხვეწები ერთადერთი მღვდელი იყო რომელსაც სახში გავუვარე მე და წამოვიყვანე და აქ მოვედით სტუდიაში ზუსტად მაგ ადგილას იჯდა ჯაბა სადაც ჩენზი ხარ და სულ მამაო სულ იქნება ჩვენთან ყოველთვის აბსოლუტურად და მაგის სულის დიდება იყოს რა ვიცი ესეთი
ამ ასაკში და ამ დროს ესეთი წმინდა ადამიანი მე საქართველოს რო გადავხედო არ ყოლია და მადლობა ღმერთთან თავის ნაცხოვრებითაც რომ მართალი არის ეს ადამიანი არის ადამიანი რომლის ცხოვრებაც გასათვალისწინებელია აუცილებლად და აი ეს ის მართალი მამა იყო რომელიც აუცილებლად წლების შემდგომ იტყვის მასზე უფრო მეც რა და დააფასებს უფრო იმიტომ რომ ის იმდენად დიდი იყო რომ რაღაცეთ რა უნდა გაგეღო რომ ეგ დაგეფასებინა აი ვერანაირად ვერ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერასდროს ვერ დააფასებს იმ დონეზე მაგრამ აუცილებლად ზეც ააფასებს ზუსტად ვიცი და იქიდან ის ჩვენ აუცილებლად ყოველთვის დაგყურებს და ჩვენც გვაფასებს და თუ შეიძლება შენ გაიხსენო ხო რამე ისეთი რაც შეიძლება და აი რა ინანე შემდგომ აი რაზე ფიქრობ რომ აი ყველა ვინანებთ რომ როდესღაც ვიღაცას რაღაც დავაკელით ეს დანანების მომენტი მე მქონდა უფრო მკვეთრად მაშინ როცა ერთი წლის წინ ცუდად გახდა აი სამართლობაში გატარებული პერიოდი იყო რაღაცა უიმედობა თითქოს რომ ადამიანური ძალებით არანაირი იმედი არ ქონდათ ექიმებს რომ მამა გადარჩებოდა და აი მაგ დროს ნანობდი რომ რატო უფრო მეტად არ ვიყავი მამაოს გვერდში რატო მეც სიყვარულს არ ვამჟღავნებდი და აი ეს უიმედობის პერიოდში სულ ეს შინაგანი ის წუხილი მქონდა შემდგომ როცა გამოკეთდა სულ ფიქრობდი ამას რომ ეს ყველაფერი შემევსო და მეტი დრო გამეტარებინა მასთან მეტად გამომეჟღავნებინა სიყვარული და თავარი ალბათ რასაც ნანობს ადამიანი ეს არის ის გამომჟღავნებელი სიყვარული ჩვენ ამას მოკლებული ვართ რომ ყოველთვის რაღაცნაირად შინაგანად გვჯერა რომ ადამიანი ყოველთვის იცხოვრებს დიდი ხანს იქნება ჩვენს გვერდში და არ ვფიქრობთ იმ დროზე როცა შეიძლება აი ესე უისრად ადამიანი წავიდეს ამ ქვეყნად და ხშირად რაღაცა ისეც გვითხოვს შეიძლება უკმე ხად რაღაცა არ დავფიქრები ვარ ჩემს სიტყვაზე და ეს ყველაფერი მე სანანებელი ხდება ხოლმე და ამიტომ ის ალბათ გამოუვლენელი გამომჟღავნებელი სიყვარული არის რაც უფრო მეტად უნდა გამოგვემჟღავნებინა ესე ვფიქრობ მე მის მიმართ მეტი თანადგომა და ეხლა უკვე რომ ჩავლილია ეს მომენტი მეტად ვაფასებთ მის პიროვნებას რა თქმა უნდა სიცოცხლეში ვიცოდით ვინ იყო როგორი ადამიანი მაგრამ გარდაცვალებამ უფრო სხვანაირი სურათი შექმნა და რა ვიცი რა თქმა უნდა რთული ამ ყველაფერთან შეგუება და გააზრება მაგრამ აი ერთმანეთის გვერდში დგომა ხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი ისევ სიყვარული გვაძლებინებს რომ ეს ტკივილი ერთობლივად გადავიტანოთ და რა ვიცი ისე ერთიათ ახლა გიყურებთ ხოლმე იქ ახლა რომ მოვდივარ ხოლმე დაბადების დღეზე ყველა თავის თქვენი წილი გაგაჩნიათ იქ რა ზოგი იქ ფუსფუსებს სამზარეულოში ზოგს რაღაცა მოაქვს ზოგი წიგნი და აქვს ზოგი იმაშება აი როგორი რაღაცა გადაგინაწილათ თავის სიყვარული თითქოს ყველას რა და აი რა შეიძლება რომ კიდე გამოყო რა ამბავში იცი რომ აი მაგალითად ოჯახთან ურთიერთობაში რაღაც აი რაღაცას ხო არის რომ ადამიანი ვალდებულებას იმას გზნობს ხო აი როგორ უნდა დავეყნოთ ამ ხრივ ერთმანეს და როგორ უნდა გადავატანინოთ ეს ყველაფერი ძალიან რთული აი მართლა მაგრამ ეს ეთერის წაყვანა არ გამჭირებია არასდროს იმიტომ რაღაცნაირად რთული არის ჩემთვის მამაოზე ესე საუბარი და თან აი ამ სიმძიმის თემაზე თვითონ საუბარი რა დიახ ну, რა თქმა უნდა, ერთმანეთის გვერდში დგომით. ეს საერთოდ ტკივილი არის არა მარტო ჩვენი სამეგობროსი, სრულიად საქართველოსი და დედა ეკლესიის რო ესეთი ადამიანი მოაკვდა ამ ქვეყნად, მაგრამ შევიძინეთ ლოცველი იმ ქვეყნად. აქ ყოფნა აი ესე მისი სახელის უკდავსაყოფად იმ საქმეების გაგრძელება რაც მას დაწყებული ქონდა სიცოცხლეში აი თუნდაც ამ კრებულის გამოცემა რომელიც მისი მეუღლის რუსუდანის დიდი სურვილი იყო პირველად ეს კრებული გამოიცა 2013 წელს მაშინ მახსოვს ის როგორ ჩავატარეთ ეს პრეზენტაცია მაშინაც თელი მონდომებით რაღაც ერთობლივად ემზადებოდით ამ დღისთვის და მალევე გაიყიდა ეს ციგნები და შემდგომ როცა მამამ გარდაიცვალა რაღაცა გვინდოდა რომ ეს ბევრი ადამიანი კითხულობდა ამ წიგნს რომელიც უკვე კაი ხნის გაყიდული იყო და გადავწყვიტეთ რომ ხელახლა გამოგვეცა ეს კრებული და ის ლექსებიც შეგვეტანა რაც მისი პირველი კრებულის შემდეგ დაემატა და დაწერა მამამ
და ეს ერთობლივად ერთმანეთის გვერდში დგომით შევკრივეთ ის ლექსები, ზოგი პირადი ჩანაწერებიდან ამოიღეთ, ზოგი ინტერნეტში ქონდა შენახული თავისთან და ესე გადავწყვით ამ კრებულის გამოცემა, რომ ისევ ხალხმა გაიგოს დაინახოს როგორ სიყვარულს ამჟღავნებდა თითოეული ადამიანის მიმართ, ღმერთის, მოყვასის, ამხელა სიყვარული ჰქონდა მისი მეუღლის მიმართ, რომელსაც უზომოდ ავლენდა მის მიმართ. მეუღლე იყო ის ადამიანი, ვინც მართლა მეუღლეობას უწევდა. რუსუდანი ეს ერთ უღელში შეგნული მიიყვნენ და ერთმანეთს გვერდში ყველანაირად ედგნენ. და როცა ერთმანეთის გვერდში დგომა ალბათ ყველაზე მთავარი და ერთმანეთის ყველანი თითოეული ჩვენი სამეგობროს თითოეული წევრი ერთმანეთის ნუგეში ვართ, იმიტომ რომ შევხედეთ უკვე მომხდარ ფაქტს, რომ არ ყავს მამაო და ჩვენც უკვე რაღაც სხვანაირად უყურებთ ერთმანეთს. რომ შეიძლება დადგეს ესეთი მომენტი, რომელიღაცა ჩვენთაგანი უკვე გამოაკლდეს ამ დიდ სამეგობროს და სხვანაირად უფრთხილდებით უკვე ერთმანეთს და სხვანაირად ზრუნავთ ერთმანეთზე და აი მამაოს გარდაცვალება მამაზე დაგვაფიქრა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ყველაზე მთავარი და სიყვარულის გამოხატვა. აბარა და მე გატყობთ ამ ყველაფერზე სხვათა შორის იქ რას უკვირდებით, თუ თქვენთან ასაკი არ არის. აი რაღაც არის, რომ ვიღაც გარდაიცვლება და კონკრეტული ასაკის არის და იმ ასაკის ადამიანები და რაღაც პატარა ბავშვი 13 წლის ბავშვი, უცბად 25 წლის ადამიანი, უცბად 60, აი არ არის, აი სხვაობა არ არის საერთოდ და სხვათა შორის მამაოს გააჩნდა, არ ყოფდა. მამაო იყო თვითონ ეგეთი, რომ არ იმას იზამდა, ეხა შენ და მაგალითად აი რაღაცა ვიღაცა სხვას პატარას არგან გასხვავდება და სიტყვაზე შენ რო ოჯახის წევრი იყავი, ვიღაცა რო უცხო იყო, მაინც აი ორივეს თანაბრად დაგენაცვლებოდათ მართლა და ეს ამ ადამიანს გააჩნდა და დიდი მადლობა მის ოჯახს მართლა რომ აი ესეთი ღირსეული ხალხი არიან და ესე მამაო ესე მოყავთ და აუცილებლად აი თქვენ რას უკავშირებთ მის დაბრუნებას. აი როგორი საინტერესო ეხა მე მითხრა თვითონ აქ რო იყო მაშინ რომ რუსკას ხმა გავიგეო ჩემი მეუღლე მელაპარაკებოდა და ესო ანუ შემეცოდაო თუ აი რაღაცა თითქოს თვითონ მართავ და ამ პროცესებს რომ შეეძლო რომ არ გასულიყო მაშინ და ეს ხმა რო გავიგეო საერთოდ წმინდანები და ესეთ დიდი ადამიანები ხო ისე არიან რომ შეუულიათ რომ მოbrunდნენ ვიღაცის აი ამ ხელა ტკივილს და რაღაცა დაინახავენ და ისი არ მინდოდაო რომ წავსულიყავი რომ აი ეს ტკივილი დამეტოვაო რა და იმ ხმამ უკან მომაბრუნაო ესე თქვა წარმოიდგინე და რაღაცნაირად აი რაღაც ის ქონდა რა ამ ადამიანს თითქოს რომ აი არ უნდოდა რომ მისი წასვლით ვიღაც დაემძიმებინა რა და თუ შეიძლება აი რა შეიძლება რომ თქვენც გაიხსენოთ და აი რა შეიცვალა შემდგომ მისი მოbrunების შემდგომ წერან კითხვი ორი სიტყვით მაგრამ აი რა ქონდა თითქოს გვაგუებდა ამით იმას რომ აი მე უნდა წავიდე და არ იმას გეთმი რომ ეხა ეგრევე რომ პირველი თარტყმა ყოფილიყო გარდაცვალება ხო შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს ვერ გადაეტანა მაგრამ აი ეს გადატანაში თითქოს აი ამ მოbrunები და მე რომ შეგვაგუა მის გარდაცვალებასთან დაგვეხმარა ხო თითქოს აი თუ შეიძლება დიახ კი ნამდვილად ესე იყო და აი ორი სიტყვით თექოსთან რო კითხვით გადაყვედი გიორგი აი იმ კითხვაზე მინდა უპასუხო რომ აი ეს ორგანიზება გადანაწილება ვინ რა უნდა ვაკეთოთ რომ ესეც თვითონ თავისი დამსახურება ის რომ მან გვასწავლა როგორ უნდა გვეცხოვრა ერთიანობაში და ერთმთლიანობაში თავიდან როდესაც მამაოს საკითხი დადგა რომ მდლად უნდა ეკურთხებინათ თავისი ბავშვობიდან ოცნება იყო რომ სოფელში უნდა წასულიყო და აუცილებლად უნდა ყოფილიყო სოფლის მოწყალე ხო როდესაც თავიდან პირველად წავედით დიდ ჩაილურში მხოლოდ და მხოლოდ სამეგობრო ვიყავით ეს დაახლოებით 10-15 ადამიანი მამაო ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს ყავდა ძველი მანქანა რომელიც თბილისიდან კახეთამდე აი წვალებით ჩადიოდა ხან ვერ ჩადიოდა ბოლომდე და შემდეგ ესე დაიწყო რა მამაოს ცხოვრება მოკლედ სამღდელო ცხოვრება მაგრამ აი ესე თითო-თითოდ აგროვებდა ადამიანებს აგროვებდა მრევლს თითო-თითოდ ოჯახში ყველა ოჯახში შედიოდა და შექონდა ღვთის სიყვარული და ხსნიდა რა იყო ქრისტე და რა იყო ჩვენი სარწმუნოება რეალურად რას გადაგებდა აი ესე სათითაოდ აქვს როგორც იტყვიან შეკოწიწებული და ის რომ დღეს აი თუ ნებისმიერი ჩვენგანი აი საფლავზე ჩავალთ და გავჩერდებით
არ წყდება უბრალოდ ხალხის მომსვლელთა ნაკადი რა ღამის პირველი საათი 2 საათი ვიღაც ჩამოვიდა ცოლქმარი იყო ჩამოსული მითხრეს რომ საერთოდ არ იცნობდნენ მაგრამ ირლანდიიდან ჩამოფრინდნენ და სანამ სახლში წავიდოდნენ ჯერ გვინდოდა რომ ამაოს საფლავი მოგველოცო აი როგორ მიიტანა თითქოს შეუძლებელია ხო 30 წლის ასაკში ამდენი გააკეთო რომ არა მარტო ლოკალურად თქვათ იმ სოფელში და იმ ქალაქში სადაც ცხოვრობ და სადაც მოღვაწეობ არამედ სამყაროს საქართველოს და არა მარტო საქართველოს სხვა ქვეყნებში ზუსტად წუდე ყველა ადამიანი ზუსტი აქცენტია ეს ზუსტად ხო ეს მოახერხა თან არ არის არც დიდი დრო 30 წელი ცხოვრა და რა მაგრამ თვითონ მღვდლობისას მღვდელიც არ იყო ახლა 20 წელი ხო რაღაც 7-8 წელში და 9 წელში იმდენი რამე მოახერხა ადამიანებს შეიძლება სამი ცხოვრება არ გვეყოს აბა მართლა არ გიყოფათ მართლა იმდენი მოახერხა მის აი ამ პატარა საბედნიეროდ აი ესე არის ახლა და ყველას რაღაც ისტორია აქვს რომ მოდის იქ საინტერესოა ხოლმე ძალიან იქ ყოფნა ყველა რაღაცას გვიყვება იქ ვიღაც მოვიდა ბავშვები მოყავთ ცოტა ფიზიკური პრობლემებით და სჯერა და სწამთ ადამიანებს და მე დარწმუნებული ვარ რომ ვისაც გჯერა და ვისაც გწამს ყველას დაგვეხმარება ის და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი მლოცველი გყავს როგორც ჩვენ ისე მთელს საქართველოს და მთელს სამყაროს და ეხლა დარწმუნებული რომ მშვიდობისთვის ლოცულობს ყოველთვის ძალიან ბევრი სხვათა შორის როგორ დამძიმდა საქართველოს აი ეს ყველაფერი რომ ენახა ძალიან გაუჭირდებოდა მის გულს მე ხო ვიცი ის რასაც გზნობდა როგორ ის ქონდა და ძალიან დიდი იყო აი საერთოდ სხვაგან იყო რა თითქოს ჩვენ ვიყავით სხვა სამყარო და ის იყო სხვაგან და თუ შეიძლება თენგო შენც რა აი რაღაცა ისე დაამატო და მე პატარა გოლი რო გაქვთ იმას გაუშვებ თუ ერთ-ორ სიტყვას დაამატებ თუ არა და თუ გინდა გაუშვათ რგოლი და შემდგომ ვისაუბროთ ну წეგან ვახსენეთ სამმავლო გეგმები რაღაც და პირველი ჩვენი თქვა ესეთი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო რომ ეს პირველი კრებული განგვიახლებინა ესე რომ თქვა ლექსები გამოგვეცა და მე პერიოდულად ვფიქრობთ უკვე სხვა წიგნების გამოცემას მამოს დიდი სურვილი იყო რომ გამოქვეყნებინა ღვთლის დღიური ესეთ სახელწოდები და დაწყებული ქონდა მე სიცოცხლეში და ესეთი რაღაცების გაკეთებას ვაპირებთ ამ შემოკრებას მისი დანატოვ არის რომ ეს სიტყვები მისი თითოეული სიტყვა არ დაიკარგოს და მივიდეს იმ ადამიანების გულამდე ვისაც ეს ჭირდება და ყველა ის უნუგეშო ადამიანი ანუგეშოს ყველა მიპოვოს თავისი წილი სიყვარული მამაოში და პირველ რიგში ალბათ ეს იქნება ჩვენი თავარი დახმარება ყველა ადამიანის მიმართ რომ აი ეს სიტყვები რომელიც ჯერ კიდევ ხალხმა არ იცის თითოეული ადამიანის გულამდე მივიტანოთ ძალიან საინტერესო იქნება და ამ ყველაფრის თუ ეყოლება კიდევ ვინმე აი თანამდგომი არავის არ უთხის ხო იცი დღეს და თან პატარა ასაკში ეს ადამიანები ეს ამ ყველაფერს მოეჭიდნენ და თუ ვინმეს გააქვთ აი რა ვიცი სურვილი რაღაც ანგარიშები რაღაცები თუ გექნებათ მე თანადგომას გიცხადებთ აქედა და სულ ყოველთვის გამოგიცხადებთ ხოლმე მაგის თვითონ მამას თავის სიცოცხლეში დაწყებული ქონდა ესეთი საქმე რომ თვითონ საგარეჯოში გაჭირებულ ოჯახებს ეხმარებოდა რაღაც გარკვეული ფონდი ქონდა შექმნილი მე უკვე როცა გარდაიცვალა მამა კი და 40 დღისთვის მისი მეუღლის უსუდანის ინიციატივა იყო რომ ეს დაწყებული საქმე გავგეგრძელებინა და ეს შემოსული თანხა რაც იყო ვინც ცდილობდა რაღაც გვერდში დადგმოდა ოჯახს რაღაც გარკვეული პროდუქტები შევეცნეთ გვიდეოც კოქს გადაღებული ფონდის აგარიშიც ამიტებული მე ჯაბა კიდევ ჩვენ ამდენ მეგობრებთან აი სად ნახო გეხვეწები მითხარი საიტი ან გვერდი რაღაცა Facebook-ზე დოდო გარეჯელის Facebook გვერდზე დევს ეს ანგარიში მიტებულია იქ აი მაშინაც აი იქიდან გადავწყვიტეთ რომ ეს მამოს დაწყებული სიცოცხლეში დაწყებული კეთილი საქმეები ისევ გაგვეგრძელებინა და ესე იქნება სანამ ჩვენ ვიცოცხლებთ ალბათ და თითოეული მისი მეგობარი და ვიცი რომ აუცილებლად მამავისი არ დაგტოვებთ გამოგიგზავნით იმდენ ადამიანს და ისეთ ხალხს რომელიც ადამიანებიც რაღაცნაირად ამ ყველაფერს განახორციელებენ და მოიცა ის პატარა რგოლი გაქვს ისეთი რაღაც გულის ამაჩუყებელი ისეთი რგოლი არის რომ აი მამავს საჩის გაუშვათ ერთი ეს ამას ვისაც არა აქვს ჯერ კიდე ეს კოლაჟი ნანახი რომ ნახონ აუცილებლად რაღაცა ისეთი რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს მე ყველა სიმო
ჩემი სიყვარულის დიდო ღმერთო მე დღით დღეს შენი თხრობა მკლავს ყველაფერი რაც გამაჩნდა გაქრა უნაზესი გრძნობა დამდევს თან ყველაფერი გაქრა დამიბრუნდი ჩვენი წლებიც სანთელებით გაქრა და სიბერეც უკვე აღარ მგვა თეული ქრისტიანისთვის სიკვდილი ეს არის დასაწყისი უფრო დიდი ცხოვრებისა ქრისტესთან შეხვედრისა რამე თუ ქრისტემ სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა დამიბრუნდე ეს წელი ყოფილიყოს თითეული ადამიანისთვის სიხარულის და ბედნიერების წელი როცა მოვივიწყოთ ჩვენს ყველა შეცდომას წელი როცა ყველას ვეცდით ატირებას იმისთვის რაც ჩვენ შეიძლება აიმსის მანძილზე ერთმანეთს ვაწყენინეთ და წელი როცა ერთმანეთს ვეცდით რომ მიყვარხარ და გვიყვარს სიყვარულის წელი ყოფილიყო მიყვარხარ ჩვენ რომ მეცოდინება ესე იგი არ ამხარები მიყვარხარ თუ მისის მიყვარხარ თუ მისის ის ხალხი იყოს თქვენთან უსოლოდ მიყვარხარ რომ სიყვარულს დიდი ძალა დაიცოდე მე ხარები ისე დამიბრუნდი ეს ძალიან დიდ და შინაარსობრივ ქადაგებას ვფიქრობ. და ეს დიდი და შინაარსობრივი ქადაგება მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება. ძალიან მიყვარხარ. აი, რა უნდა თქვა, აი ამ ხელა დიდი ადამიანის აი ამ რგოლის ნახვის შემდგომ და ესეთი რგოლი უამრავი შეიძლება დამზადდეს და აუცილებლად მე ვიზრუნებ მაგაზე, რომ აი მომავალ წლამდე, მომავალ წლის აი მომავალ წლამდე აუცილებლად რომ რაღაცნაირად აი იმას თქვა დავამზადოთ რამე ფილმი ისეთი რომელიც მამავს ეკადრება და თუ შეიძლება რომ მოყვე რაღაცა იმიტომ რომ თავიდან ეხ წეგან ყვებოდი რომ ჩავედითო რეგიონშიო ხო სულ 4 კაცი ვიყავითო და 6 კაცი აი თუ შეიძლება და ბოლოს ეხა ვთქვათ აი ბოლოს რამდენი იყავით როგორ ჩამოვედი რომ ნახე როგორ გამიკვირდა ეხლა და არც მეგონა ეხა რასაც ამბობ რომ თუ შეიძლება დიახ პირველ წირვაზე რომ ჩავედით დიდ ჩაილურში მე დამავალა უნდა დამეთვალა მრევლი ადამიანები და როგორ გავიზრდებოდით მე ნეონელა და სულ პირველ წირვაზე ვიდექით დაახლოებით 8 ადამიანი აქედან მე თვითონ ჩემი მეუღლე თავისი მეუღლე ჩვენი მეგობარი მე დავითნე თენგო გიორგი და რაღაც 1-2 კაცი კიდე და ნეონელა ისე გავიზარდეთ რომ ბოლოს უკვე აი დღესასწაულზე მაგალითად არა მარტო ტაძრის ეზოშიც ვერ გაჩერდებოდი, იმიტომ რომ ადგილი არ იყო უბრალოდ ფიზიკურად რომ გაჩერებულიყავი და ძალიან გაიზარდა ეს მრევლი. თან არა მარტო ერთ ტაძარში, როგორც იცით, 3 ტაძრის გამზღვარი იყო, როგორც ზიზგულის, ასევე დოდო გარეჯელის და ასევე დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის და სამივე ტაძარში საკმაოდ დიდი და ძლიერი მრევლი ყავდა და თან აი გამორჩეულად ყველას უყვარდა მამაო და გამორჩეულად ყველას ეთკინა და აი კადრებს თუ ნახავთ იქაც დავინახავთ რა მხელად კივილი იყო ხო და აშკარად ხვდებით რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანის დატირება და ეს იყო რაღაც ძალიან დიდი დაკარგვა რომელიც იმ წუთას გავიაზრეთ თითქოს უყველამ რომ დავკარგეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული დღე, რომელიც იქნებოდა მისი ამ ქვეყნად კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა და მეტ კარგ რაღაცას დატოვებდა და კვალს ბევრად უფრო დიდს დატოვებდა. თუმცა მან ნამდვილად შეძლო ის, რაც ძალიან ბევრს შეიძლება 100 წელი შეძლოს და
ჩვენ და ჩვენს შვილებსაც და ბევრს კიდე დიდხანს ეყო. მოვალ თაობებს გადაეცემა აუცილებლად და თუ შეიძლება აი რა თვისებები გააჩნდა გეხვეწებით თენკო რომ მითხრა შენ აუცილებლად ისეთი რაც აი რამაც აი მართლა მისმა გარდაცვალებამ თვითონ თქვენთაგანს რაღაცა სულის ნაწილი თითქოს ამოგლიჯათ აი ძალიან მტკივნეული არის და მე არ ვიცი მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ ჯერ გააზრებული არ გაქვთ მამაო რო გარდაიცვალა თორე ეს ტკივილი კიდე ისეთი არ იქნებოდა როგორც მსუბუქით ჩანს დღეს თითქოს რომ სიტყვაზე რაღაცნაირად ლაპარაკი შეგვიძლია რაღაცა და იქ ამ ტკივილებთან გამკლავება თუ შეიძლება რომ აი რა გააჩნდა და რა უნდა გაგაჩნდეს საერთოდ ადამიანს რომ იყო მამა თეიმურაზის მიახლოებით პიროვნება მაინც რა აი ესე იცხოვრო რომ აი გარდაიცვლები და მთელი საქართველოს გული წაიღო და ყველას ტკიოდე რა პირველ რიგში სიყვარული ეს მამა ამ ნიჭით იყო დაჯილდოვებული და თვითონაც ბევრ შრომობდა რომ ეს სიყვარული მოეპოვებინა ის თვისებები გამოარჩევდი თვითონ ლოცვისადმი სიყვარულს ყველას ახსოვს ალბათ როგორ იყო ლოცვის დროს განსაკუთრებული მოწიწები ჩიშით და დიდი სიყვარულით იდგა წმინდა ტრაპეზის დროს და მისი თითოეული აღვლენილი წირვა განსხვავებული იყო აი ჩვეულებრივ ურთიერთობაში ძალიან უბრალო გახსნილი უშუალო იყო წირვის დროს თითქოს უკვე სხვა ადამიანი იდგა ტრაპეზის წინ რომელიც თელი სულით გულით და გონებით გადართული იყო აი ამ მსახურებაში და ის სიკეთე ალბათ ხშირად ვფიქრობ ხოლმე როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე რომ ესეთი სიყვარული დაიმსახუროს აი მამო იყო უანგარო ადამიანი სიკეთეს თესავდა და ეს სიკეთე უკვე ნელ-ნელა იმკის თავისას იმიტომ რომ ის ვისაც მამო სიცოცხლეში ეხმარებოდა უკვე ის ადამიანები გარკვეულწილად ვალში არიან მამოს და მისი ოჯახის მიმართ და უანგაროდ ცდილობენ ისინიც ამ სიკეთეს უკან დაბრუნებას ის სიკეთე წარუშელ კვალს ტოვებს ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ახსოვდა მასაც თუ ვინ გაუკეთა სიკეთე და არასდროს დაუიწყებდა ერთ მცირე პატარა სიკეთესაც ყოველთვის იმახსოვრებდა და მადლობელი იყო ამისათვის და მადლიერების გზნობა ალბათ კიდევ ერთი რაც უნდა გაგვაჩნდეს რომ გვახსოვდეს ყველა ის ადამიანი ვინც სიკეთეს გვიკეთებს და არ დავივიწყოთ ეს მადლიერების გზნობა ერთ-ერთი უმთავრესი არის რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს ასევე თავდაუზოგავი იყო ესე გამოარჩევდი მამას რომ ის თავის თავზე არასდროს არ ფიქრობდა ყოველთვის ცდილობდა თავისი თავი გადაედო მოყვასისათვის ნებისმიერ დროს შეეძლო აი ცებ ამდგარიყო წასულიყო ვისაც გაუჭირდებოდა მის გვერდში დამდგარიყო თუნდაც წეგან უყურებდით ამ კოლაჟს და ერთ-ერთი ფრაგმენტი არის სადაც საგარეჯოში ტერაქტი მოხდა და მამა იმ დროს იქ იყო საგარეჯოში გუგიანი ღამე იყო და რამდენიმე წუთით ადრე მეუღლეს ესაუბრებოდა და დაამშვიდა მეუღლე რა თქმა უნდა რომ არა სახლში ვარ და უცებ ხედავთ რამდენიმე წუთში მამა პირდაპირ ეთერში შუა ეპიცენტრია და ითხოვს რომ შეუშან და ის ვალდებულად თვლის თავს რომ იქ იყოს თავისი მოყვასის გვერდში და ესე გამოვლენა თავდადება იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ არავინ არ იცის იქ რა მოხდებოდა როგორ განვითარდებოდა ეს მოვლენები და ეს მოშურნეობა ეს ყოველთვის ქონდა თავგანწირვის უნარი ნებისმიერი ადამიანის შეეძლო თავის განცირვა არ არსებობდა მისთვის ახლობელი თუ შინაური ნებისმიერი ადამიანისთვის და ვფიქრობ რომ პავლე მოციქულის სიტყვები მან ჭეშმარიტად აღასრულა ყველასთვის ყველა გახდა რომ ყველა ეცხოვნებინა და ყველასთვის იმ სიტყვას ყოველთვის ის სიტყვა მიქონდა რაც იმ ადამიანს ჭირდებოდა და როგორც გაიგებდა აი სიყვარული ალბათ უმთავრესი რაც მან დაგვიტოვა ჩვენ ეს არის ის თავარი ღირებულება რაზეც უნდა იმუშაოს ადამიანი რომ მოიხვეჭოს თავიდან ჩემთან რომ მოხდა ძალიან პატარა იყო ასაკი და მაშინ ლექსებს ყვებოდა ხოლმე ძალიან ნუ ნიჭიერი იყო აი რაღაც ხო აი რომ ადამიანს რაღაც ეს ნიჭი გააქვს რა დაბადებიდან და არ შემიძლია რომ აი მადლობა არ უთხრა ლაშა ზალიშვილს რომელმაც მოიყვანა მაშინ პირველად ჩემ სტუდიაში აღმოჩნდა მაშინ აი მართლა რა ვიცი იმის მერე მადლობას ვეუბნები მაგ ადამიანს მეთქი რაც არ უნდა დააშაო მეთქი ნაპატევი გაქვს იმიტომ მამა თეიმურაზე ამ ასაკში ჩემთან მოიყვანა ნუ არ ვიცი ჩვენ აკადემიის სტუდენტი იყო მაშინ და აი სტუდენტები მოვალთო და კაი მეთქი და ესენი მოვიდნენ და აი
იმ დღიდანვე ადამიანს ერთს ნახავდი და უბრალოდ იქ მორჩებოდა ყველაფერი და უბრალოდ გინდოდა რომ აიმე მეთქი კიდე იქნებ მოვიც მე კიდე მოყვა და მე სასულიერო პირო გახდა ხო საერთოდ რა დავანებებდი თავს უყოლეთის ცდილობდი მეთქი მამა ვიქნებ და არ სამწუხაროდ ჩვენ და არ ეცალა ხოლმე და ყველა იმ ადამიანს აუცილებლად არ მინდა რომ გამორჩეს იქ ძალიან ბევრი ადამიანი არის რომელსაც აი დიდი მადლობა რომ ესე მამაოს ოჯახს მამაოს უდგახართ აუცილებლად დედა მინდა განსაკუთრებით კიდე მოვიკითხო აუცილებლად და ყველა ეს ადამიანი მამაოს სიმავრზე გამახსენდა უმაგრესი ადამიანი სასწაული ადამიანი რომელიც არის მღვდელი და დიდი დამსახურებაა მისი რომ მამაოც რო სასულიერო პირი გახდა ის სამაგალითო ჩვენი ძალიან დიდი ხნის მღვდელი არის და ჯანმრთელობა მინდა უსურო მის ოჯახს რა თქმა უნდა მის მეუღლეს და აი რაღაც კაი წარმოიდგინეთ ეგ წეღარ რომ ამბობდი რომ გასაჭირში იყო და კიდე ზრუნავდა იმაზე რომ იმას დახმარებოდა სხვას დახმარება თვითონ როგორ იყო სნეულებასაშინა და მაინც რომ გაიგებდა წეღარ რომ ამბობდი რომ ღვიძლის გადანერგაც კი უნდაო წარმოიდგინეთ თვითონ როგორი დღეში იყო და აი ესეთი საოცარი ხალხი, რა ვიცი, აი ესეთ ადამიანებზე დგას საქართველოს, ჩემო ლამაზო ხალხო, აი ეს ადამიანები არიან, ვინც ქმნიან საერთოდ ზეციდან რომ წყალობა მოდის, არის აი ამ ადამიანების დამსახურება და თუ შეიძლება რომ კიდე რამე თქვათ და ბოლო 5 წუთი დარჩა სამწუხაროდ ჩვენ დრო აი ხო ამბობდით რომ 1 საათია, მაგრამ მამაოსაც ესე ჭირდა ხოლმე საერთოდ. ბახტა გავიდოდა, ой, მე რამალე გადის დრო და თუ შეგიძლიათ რომ რამე დაამატოთ ისეთი რომ აი რა შეიძლება რომ კიდე ზოგადად ეხა ერთი უცების გამახსენდა ერთი მომენტი მამაოს ცხოვრებიდან, როდესაც აპირებდა მისი მომავალი მეუღლის რუსდანის ხელისხოვნას. ის ზაფხული იყო, ვაპირებდით მამაოსთან სოფელში ჩასვლა და რაღაც გამიმხილა რომ მინდა რუსუდანს ხელი უთხოვო. ნუ წავედით ერთად რაღაც ვიყიდეთ ბეჭედი და გზაში მივდივართ რამდენიმე ადამიანი ვართ ძალიან ახლობლები და ну რაღაც მოусვენრობას ვატყობ მამაოს სახელზე რაღაც ერთი სული აქ როდის ჩავიდეს და მამაოს ძალიან უყვარდა გელათის მონასტერი რაღაც ღვთისმშობელი განსაკუთრებით და რახან ღვთისმშობელთან იყო კავშირში გელათის მონასტერის განსაკუთრებით და ესე ქონდა ესეთი სურვილი ქონდა რომ იქ ეთხოვა ხელი მისთვის და როდესაც მარშრუტით ჩამოვედით ქუთაისში იქიდან დავიქირავეთ ტაქსი რომ ავსულიყავით გელათის მონასტერში და წინასწარ მოურიგდით ამ ტაქსის ძღოლს რომ აუხსენით სიტუაცია რომ აი ადამიანს უნდა ხელისხმო თუ დაგველოდებით და რა თქმა უნდა ისიც დაგვთანხმდა რაზეა პრობლემა და ავედით შევედით მოველოცეთ მონასტერი და მამაოცნოს რაღაც განსაკუთრებული ადგილი შეარჩიოს რომ ხელი თხოვოს და ეს აღმოჩნდა შიდა ფასადის სამხრეთ ნაწილი ღვთისმშობლის ფრესკა არის მიძინები და იქ ხელისწყობა მის მომავალ მეუღლეს და განსაკუთრებული მიუხედავად იმისა რომ 5 წელი იყვნენ შეყვარებულები მაინც მოულოდნელი იყო რუსუდანისთვის ეს მოვლენა ეს ფაქტი თან იმ ადგილას და განსაკუთრებული შთამბეჭდავი მომენტი იყო რომელიც ალბათ არ დაავიწყდება არავის ეს მომენტი იმიტომ რომ სხვანაირი ემოცია იყო და სხვანაირი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო მამაოს და რუსუდანის უზომოდ ბედნიერები იყვნენ იმ დღეს და რა ვიცი ალბათ სიხარულის წრემლებისგან ყველა ძიროდით ვინც იქ ვიყავით დიდი მადლობა მართლა რუსუდანს მინდა აუცილებლად აი ამ ძიმე ტვირთის დატევისთვის დიდი მადლობა უთხრა და გავაძლიეროთ აქედან რა ვიცი აი რამე თუ ჩვენ შეგვეძლება აუცილებლად შენს გვერდით ვარ მართლა გმირი ადამიანი რომელიც ავიცი აი ამ ტკივილის დატევას მე არ ვიცი რანაირი უნდა იყო რომ ეს ყველაფერი დაიტიო და მადლობა რომ აი ესეთი გამორჩეული ხარ რომ მამა თეიმურაზის გარდაცვალება და მისი მეორე ნახევარი ხარ და ესე რაღაცნაირად შენ გაქვს დასატევი ყველაზე მეტად ერთ-ერთი ყველაზე მეტად და გაგაძლიეროს უფალმა და დიდი მადლობა რომ ესეთი ღირსეული კაი ადამიანი ხარ და რამეს თუ დაამატებთ ბოლო 40 წამი დარჩა სამწუხაროდ ჩვენ და ხო მე მინდა მადლობა გადაუხადო მამაოს იმისთვის რომ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში და მე დარწმუნებული ვარ რომ ის რაც დატოვა თავისი შვილები გააგრძელებენ ისეთივე წარმატებით როგორც თავისმა მამამ დაიწყო ძალიან დიდი მადლობა მართლა ეს აუცილებლად და თუ კიდე ბოლოს დაამატებ აი ორ სიტყვას და ალბათ ისე მადლიერება და მთელი ცხოვრება ვიქნებით მამაოს სიყვარულის ვალში, რომელიც მან უხვად დადესა ჩვენს გულებში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას და აი სამწუხაროდ ჩვენ და რომ ყველაფერი ყველა ვერ მოვასწარეთ და შემდეგში აუცილებლად გავაკეთებ კიდე ბევრ გარდაცვლილ სასულიერო პირზე გავაკეთებ გახსენებებს და მათ ოჯახის წევრებს აუცილებლად მოვიწევ. კარგად ზანეულდით დროებით, όμως არ გადართოთ, იმიტომ რომ პატარა ალექსანდრე, რომელიც აი
ყველაზე მაგარი რესპონდენტი რომ ყავდა ადრე პატარა ბავში მამა იქთიმესთან ერთად აუცილებლად ეხლა გვეყოლება და დაგვიბრუნდებით ზუსტად 5 წუთში